Კონკრეტულად მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 როგორ იცვლება საქართველოში მინისტრების ცვლილებასთან ერთად სამინისტროების ხედვა და პოლიტიკა. თავდაცვის უწყებაში ჯარში გაწვევის პერიოდი უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერად საუბარია გაწვევის ასაკის გაზრდაზე და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებაზე. ახალი მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი გაწვევის ვადის 15-დან 6 თვემდე შემცირებას ემხრობა. რა არის ამის მიზეზი და რას ფიქრობენ თადარიგის ოფიცრები? მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე თემაზე გიორგი მანჯავიძე მუშაობდა. წვევამდელთა ასაკის შესაძლოა 18-დან 19 წლამდე გაიზარდოს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სავალდებულო სამსახურის სარეზერვო სამსახურის ძირითადი რესურსი უნდა გახდეს. Ეკოლოგიურად, ფიზიოლოგიურად 18 წლის ასაკში ყმაწვილი არ არის მზად იმსახუროს და ის რიგ შემთხვევებში გარკვეულ პრობლემებს უქმნის მეთაურებს სწორ მართვასა და კოორდინაციაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტის უახლოეს სხდომაზე გაწვევის ვადის შემცირების შესახებ საკითხის განხილვასაც გეგმავს. საუბარია სავალდებულო ჯარის 15 თვიდან 6 თვემდე შემცირებაზე. აქვე ვიტყვი, რომ გაიზრდება იმ წვევამდელთა კატეგორია, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან. ირაკლი სესიაშვილის გეგმის მიხედვით, წვევამდელები სამხედრო მომზადების თეორიულ ნაწილს ყაზარმის გარეთ გაევლიან. წვევამდელი მოქალაქეების საბაზისო სამხედრო მომზადების 6-იან ვადასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ თადარიგის ოფიცრებს. ჩემი აზრით და ბატონი გენერალების აზრით ის არის, რომ ორწლიანი ჯარი საჭირო არ არის. პირდაპირ შემიძლია თქვა, ეს იქნება არასაკმარისი ვადა. ანუ 6 თვეში შენ ვერ მიიღებ სერიოზულად მომზადებულ ჯარისკაცს. გაწვევის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი 1 წლის წინ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების მოთხოვნით გამოდიოდა. აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის მცდელობა ჰქონდათ ქრისტიან დემოკრატებსაც, თუმცა მაშინდელმა უმრავლესობამ კანონ პროექტს მხარი არ დაუჭირა.